ირანული ელისო ბოლქვაძე, ნინო გვეტაძე და ანი ყიფიანი მეცოს არხზე ერთდროულად 3 როიალზე დაუკრავენ. მოცარტის კონცერტი მათი შესრულებით არხზე მთელი წლის განმავლობაში გადაიცემა. კონცერტი საქართველოში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერება. მეცოს უყურებს ძალიან ბევრი მაყურებელი და ეს გადაცემა იქნება არაერთჯერადი, ანუ ის არ გავა ერთ ის გავა დაახლოებით 30-ჯერ, შეიძლება 40-ჯერაც წლის განმავლობაში. ასე რომ ეს არის კარგი შანსი ჩვენი მუსიკოსებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის ნახოს თუ რა ხდება ქართულ კულტურაში. მუსიკალური სამყაროს წამყვანი არხი მეცო ჩამოვა თბილისში. მე უკვე ერთხელ მაქვს მიღებული მონაწილეობა მეცოს გადაღებაზე, ოღონდ ეს იყო ქალაქ პარიზში და ეხლა ჩემთვის ვერ მაგაცა სიამოვნო ის ფაქტი, რომ ჩაწერა მოხდება ჩემს მშობლიურ ქალაქში. ეს კონცერტი გაიმართება 1 მაისს და დავუკრავთ მე ელისო ბოლქვაძე და ნინო გვეტაძე მოცარტის სამაგ კონცერტს. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ქართველი მუსიკოსებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველოს წარდგება ფრანგული მსმენელის წინაშე. კონცერტი ჩაიწერება თბილისში, ქართული ორკესტრი დაუკრავს და ქართველი შესრულებლები დაუკრავენ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.